გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის ცნობილი აფხაზეთელის რინალდ დგებუაძის ხსოვნას მიეძღვნა პლენარული სხდომა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აკაკი ჩხენკელის სახელობის სხდომათა დარბაზში ჩატარდა. პოეტი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, მთარგმნელი, იშვიათი ნიჭის და ინტელექტის პიროვნება. ასე ახასიათებდნენ გამომსვლელები რინალდ დგებუაძეს. გაიხსენეს საინტერესო შტრიხები მისი ბიოგრაფიიდან და საზოგადოებრივი საქმიანობიდან. სამურზაყანოში დაბადებულ რინალდ დგებუაძეს აფხაზეთში და შემდგომ უკვე თბილისშიც არაერთ წამყვან და საკვანძო პოზიციაზე მოუწია საქმიანობა. დიდია მისი ღვაწლი დევნილების პრობლემების მოგვარებისა და დახმარების საქმეებში, აღნიშნავდნენ კოლეგები. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მიერ მომზადებული ფილმი, რომელიც რინალდ დგებუაძის დაბადებიდან 85 წლის თავს მიეძღვნა. საიუბილეო ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, რინალდ დგებუაძის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. ბატონი რენალდი იყო ერთ-ერთი გამორჩეული წევრი უმაღლესი საბჭოსი. მანამდე მას მრავალი საფეხური აქვს მოვლილი სახელისუფლებო კიბეზე, თუ ასე შეიძლება ითქვას. ძალიან ცნობილი პიროვნება იყო, უაღრესად განათლებული, დიდი პატრიოტი, მამულიშვილი, რომელსაც როგორც დევნილობამდე, ისე დევნილობის შემდეგ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის გალის რაიონის განვითარებაში, ხოლო დევნილობის პერიოდში უკვე დევნილების მოვლა პატრონობაში. ბედნიერი ვარ, რომ დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჩემი წინვალე და უდიდებულესი პიროვნება, ჩემი მეუღლე რინალდ დგებუაძე. მისი 85 წლის თავი აღენიშნება უმაღლეს საბჭოსა და მთავრობისა და ჩვენი სტრუქტურების მიერ, რითაც ძალიან მადლობელი ვარ. ეს მე უფრო მეც მავალებს მის მაგივრად, ჩემი შვილის მაგივრად, რომ კიდევ ემსახურა, რაც შემიძლია ჩემ ქვეყანაზე, ჩემ სამშობლოზე, ჩემ აფხაზეთზე.